აი ისე ვაგრძელებ ძლევის წმინდა გიორგის ხატის რელიეფის ძერწვას. და ისეთი დოზით ვერ გამომივიდა. შრომა როგორც მინდოდა და როგორც ჩაფიქრებული მქონდა. ეს ავატოობის გამო ისე მაწუხებს ეს ორი ზანდება და მის გამო ცოტა ჩამომჩა. ამ რელიეფის ძერწვა, მაგრამ ღვთისმსახურებით აუცილებლად გამოძერწვა და მივიყვან ამ საქმეს ბოლომდე. არსებობს უარ გავაკეთე. ახლა მომყავს ფეხის ნაწილი დავიწყე, მარჯვენა ფეხი. ამოვიყვანო, მერე დავარელო გული, ეს მთლიანად რამდენზე იქნება მოსაწევი ეს სახეც, კერდიც. ალბათ ესენი ყველაფერს მოითხოვენ შემდეგ დამატებას და ამოწევას, რომ ესეთი სახე მივიღოთ, როგორც აქ არის. ხატებზე თვითონ. ეს ჭედურია, რა თქმა უნდა, რამდენადაც შეიძლება და იმდენზე ამოწეული აქვს. ჭედელს ოსტატს. ეს ბრინჯაოში უნდა იყოს. ეს ბრინჯაოში მინდა რომ ჩამოისხას. ძალიან ამობურცულიც არ იქნება მიზანშეწონილი, ისე დაბალი რელიეფი უფრო უხდება ხოლმე განლაგებას. ზომიერების ფარგლებში გავაკეთებთ ისე რომ მოხდენილი ლამაზი, კარგი კოხთა და შვენიერი იყოს. ეს ჩვენთვის საყვარელი წმინდანის ხატი. საქართველოში მე მგონი დღესდღეობით 365 წმინდა გიორგის ეკლესია კი არა, უფრო მეტიც არის მე მგონია. უამრავი ტაძარი შენდება მის სახელზე. რომელთმა კიდევ გაამრავლოს და უფრო მეტი ააშენოს. ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და წინსვლისათვის. ახლა ეს წვივის ნაწილიც ამოვიყვანოთ. ესე ამოვწიოთ მთლიანად. ეს პირველი პირი ეს ყველაფერი უბრალოდ მოუნიშნოთ. სად რა დეტალია და როგორ იქნება, როგორც აქ არის გაკეთებული და მერე უკვე დავამუშავებ მთლიანად და დავწმინდავ აი სიმბოლოები როგორ უნდა იყოს, თითოეული დეტალი, თითოეული ნაწილი მაქსიმალურად რომ ისეთი იყოს როგორც არის აი ამ ხატზე თვითონ. თვითონ ეს ჯვარზე არის. ეს იყო გორი ჯვარი საწინააღმდეგო ჯვარზე გამოსახული რაღაცა 15 სანტიმეტრია, მეტი კი არ არის. ეს უბრალოდ მე გავადიდებინე იქ ფოტოგრაფს. სინამდვილეში არის ეს 15 სანტიმეტრი. ესე ამოვწიოთ. ამოვიყვანოთ. ეს დეტალები. ესეც მრჩხული. მრჩხულის რაღაც დონეზე მოვიყვანე. ეს მარცხენა ფეხსაც შევავსებ. ჯერ ეს მივიყვანო ბოლომდე.
აქ დაგემშვიდობებით და შემდეგ კიდევ რაღაც გარკვეულ ეტაპზე რომ მივყვან კიდევ ჩავიწერ და მოგაწვდით მცირე ვიდეოს. ნახოთ როგორ კეთდება ჩვენი წმინდა გიორგის რელიეფი. დროებით ნახვამდის.